ნებისმიერ ჩვენთაგანს განცდია, რომ აი თითქოს ისეთი გაბერილი ხარ, რომ ტანსაცმელი გასკდება, მაგრამ ადამიანი რო შეგხედავს, ესე არ ხარ სინამდვილეში. ან ზოგჯერ ვიზუალურადაც ემჩნევა ადამიანს მუცელი მეტად გამობერილი, ან აი მუცელი მიჭუჭუყებს რო ამბობენ და გაბერილია ამ დროს, ან ზოგ ადამიანს ტკივილი აქვს მუცლის და დაჭიმულობის შეგრძნება და ისეთი დაჭიმულობა თითქოს კანი დაჭიმულიაო მუცელში. სხვადასხვანაირად აღწერენ, მაგრამ ჯამში საუბრობენ მეტეორიზმზე, ანუ იგივე შებერილობაზე. და ეს შებერილობა და ესეთი სიმპტომები ადამიანების 30%-ს ახასიათებს, ანუ ყოველ მესამე ადამიანს რეგულარულად აწუხებს და ყველა ადამიანს განცდია კიდე ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ლობიოს ჭამის მერე მაინც როგორც მინიმუმ. ყველაზე ხშირად ვითარდება ქალებში, უმეტესად 20-დან 50 წლამდე, დაკავშირებულია როგორც წესი კვებასთან, დილით ნაკლებად არის, საღამოს მეტად არის და ხშირად ადამიანებს რეგულარულად აწუხებთ. შებერილობა სიმპტომია და არა დაავადება. სხვადასხვა დაავადებებს შეიძლება ახასიათებდეს შებერილობა, ან თვითონ ადამიანს არ ქონდეს რაიმე დაავადება და უბრალოდ შებერილობა ქონდეს, ესეც შესაძლებელია. რა იწვევს მთავარი კითხვაა, ხო, რომ აი მაშინ რატო გვემართება შებერილობა? რამდენიმე მიზეზია. ერთი მიზეზი არის, რომ ისეთ საკვებს თუ ჭამ, რომელსაც ადვილად ვერ ინელებს ჩვენი ორგანიზმი, მონელებაში იგულისხმება შეწოვა. ანუ ჩვენ ხომ გვაქვს ნაწლავები, ნაწლავებმა უნდა შეიწოვოს საკვები. თუ კი ჭამ ისეთ საკვებს, რომელსაც ნაწლავები ადვილად ვერ შეიწოვს და რჩება ნაწლავებში, ამას მოინელებენ ბაქტერიები. ბაქტერიები მოინელებენ ნიშნავს, რომ ბაქტერიები შეჭამენ. ბაქტერიები რომ შეჭამენ, გამოყოფენ გაზს, მეთანს, როგორც ბაიპროდუქტს. ბაიპროდუქტი არის, როცა რაღაცა მოვლენა მოხდება და შემთხვევითად გამოიყოფა კიდე სხვა რაღაც, როგორც ჩვენ რომ ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს, ჩვენ თვითმიზანი არ არის ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა, მაგრამ ამოვისუნთქავთ იმ პროცესების სუნთქვის შედეგად, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ასევე აი ბაქტერიები ამოისუნთქავენ, მოკლედ აი ამ გაზებს და ეს გაზები გროვდება ნაწლავებში. ანუ პირველი პრობლემა ყოფილა საკვებში. მეორე პრობლემა არის, როცა ჩვენ გვაქვს ჯერ წვრილი ნაწლავი, მერე მსხვილი ნაწლავი. მოკლედ რამდენიმე მეტრია ეს ნაწლავი, ბევრია რა და ზოგჯერ ხდება, რომ ნაწლავებში მეტი ბაქტერია ვიდრე უნდა იყოს. განსაკუთრებით მეტი მავნე ბაქტერია ვიდრე უნდა იყოს. და ეს ბაქტერიები წვრილ ნაწლავში ბინადრობენ, ანუ მსხვილი ნაწლავის ნაცვლად მოკლედ ამოდიან ზევით. დაახლოებით ეგრე საცობირო ამ ქუჩაზე არ არის ხოლმე და იმდენად დიდი საცობიროა იქით დიდ ქუჩაზე, რომ აქედანვე რო იწყება ხოლმე, აი ეგრე. ან წვრილ ნაწლავში როცა ეს ბევრი ბაქტერიები არიან, საკვების მონელებას იწყებენ აქვე, წვრილ ნაწლავში და წარმოქმნიან გაზს და ამიტომ შებერილობა აქვს ადამიანს. მესამე მიზეზი არის ხოლმე, როცა სინამდვილეში გაზი საერთოდ არ არის, ან ძალიან მცირე რაოდენობით გაზია, იმდენი რამდენიც უნდა იყოს და რამდენიც ნორმალურია, მაგრამ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მის სხეულში ძალიან ბევრი გაზებია და შებერილობა და დაჭიმულობის შეგრძნება აქვს. ამას ქვია ვისცერალური ჰიპერმგრძნობელობა. და ასევე შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გამო, მაგალითად ცელიაკიის დროს, მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, ანთებითი ნაწლავების ანთებითი დაავადების დროს და ასე სხვა ნაწლავების დაავადებებს შეკრულობის დროს ბევრ დაავადებას ახასიათებს შებერილობა, მაგრამ შებერილობის უმეტესობა მაინც დაავადების გამო არ არის. და ახლა ვთქვათ ის მდგომარეობები, როცა აუცილებელია დამატებითი კვლევები, ანუ შებერილობის გამო მხოლოდ 1000-ში ერთხელ ან ზოგჯერ თუ აქ ადამიანი არ მიდის ექიმთან, მაგრამ როდის უნდა წავიდეს ექიმთან მაინც, რადგან დამატებითი კვლევები ჩაიტაროს. თუ განავალში არის სისხლი, თუ ადამიანი იკლებს წონაში, არ უნდა და ისე იკლებს წონაში, მაგალითად ბოლო 6 თვეში თუ თავისი წონის 5% დაიკლო. მაგალითად თუ კი მუდმივი ტკივილი აქვს მუცელში, განსაკუთრებით ძლიერი და ეს არ გადის და რეგულარული ხასიათი აქვს. ღამის ოფლიანობა თუ აქვს, სიცხე თუ აქვს, მუდმივი ღებინება თუ აქვს, ან ფაღარათი, დამატებითი კვლევების ჩატარება მაინც აუცილებელია, რადგან ესენი არიან წითელი დროშები. და პირველი, რითიც შეიძლება შებერილობის მკურნალობა. ყველაზე მთავარი კომპონენტი არის კვება. ამ კვებას ქვია დაბალი FODMAP-ის დიეტა, ესე ქვია. ეს FODMAP-ი არის აბრევიატურა, და მაგის დამახსოვრებას აზრი არ აქვს. აზრი არის ეგეთი, მოკლედ, რომ არის საკვები, რომელიც შეიცავს
და საკვების დიდი ნაწილი სხვათა შორის, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს, ან შაქრებს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ინელებს ადვილად. და ამ შაქრების ტიპებისგან არის ეს აბრევიატურა. ისეთი საკვები უნდა მიიღო, სადაც ეს შაქრები არ არის ან ნაკლებია. ჯერ ვთქვათ, რომელ საკვებშია დიდი რაოდენობით ესეთი შაქრები. ლობიო და პარკოსნები ყველაფერში, ამიტომ არის რომ ადვილად ვერ ინელებს ადამიანი. თუმცა ლობიოს აქვს თავის დიდი დადებითი მხარეები, ხსნად ბოჭკოსაც შეიცავს დიდი რაოდენობით, რაც სასურველიცა, მაგრამ სამაგიეროდ გაზებსაც იწვევს, რა თქმა უნდა. ქვილი და ქვილის პროდუქტები, ან პური და ესეთი, მოკლედ გლუტენს რაც შეიცავს. ეს გლუტენის აუტანლობა კიდე ცალკე დაავადება, ცელიაკია, რომლის დროსაც ადამიანი ვერ იტანს გლუტენს, მაგრამ თვითონ გლუტენი მეორე მხრივ იწვევს შებერილობას ცალკე, მიუხედავად იმისა, ადამიანს ცელიაკია აქვს თუ არა აქვს. ამიტომ რომ შეიძლება ერთ მხრივ გაიგოთ ადამიანებისგან, რომ ცელიაკია, ვისაც აქვს, იმას ჭირდება მხოლოდ უგლუტენო საკვები, მაგრამ ასევე შებერილობა ვისაც აქვს, იმათთანაც დადებითი ეფექტს ახდენს ლაქტოზას რაც შეიცავს, მაგალითად რძის პროდუქტები, ყველი, მაწონი და ასე ნებისმიერი რძის პროდუქტი რაც ლაქტოზას შეიცავს და რძე თავისთავად ასევე შებერილობას იწვევს. აქ ის უნდა ვთქვათ, რომ ესე ცალსახა არაა ყველაფერი. ანუ ადამიანი ეჩვევა ლობიოსაც, მაგალითად თუ თავიდან დაბალი დოზებით შეჭამ რეგულარულად და მერე მოუმატებ, ორგანიზმი გადაეწყობა და მიეჩვევა იმ ბოჭკოვანს. შესაბამისად არნიშნავს იმ უფრო მეტად მიუჩვეულ ადამიანებშია, რომ შებერილობას იწვევს ესა თუ ის საკვები, ან ამ საკვების აუტანლობა თუ არა. ასევე ფრუქტოზას რაც შეიცავს დიდი რაოდენობით, ხილების დიდი რაოდენობა, მათ შორის საზამთრო მაგალითად და მსხალი, ვაშლი და ბევრი ხილი კიდე. ხილების დიდი რაოდენობა შეიცავს ამ FODMAPs, ამ შაქრებს, რომელიც შებერილობას იწვევს. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ხილი იწვევს შებერილობას. კრებითაც მართალია. თუმცა არის ზოგიერთი ხილი, რომელიც პირიქით არის ეხმარება. ამასაც ვიტყვით. კიდე სოკო, კომბოსტო, თაფლი, შაქრები, კორნ სიროფი აწერია ხოლმე, ანუ მარცვლეულის სიროფი, რო არის ხოლმე ფრუქტოზის შემადგენლობებში ტკბილ რაღაცებს რო აწერია, ეგენიც იწვევს შებერილობას და ესენიც ამ FODMAP საკვებს მიეკუთვნება. ახლა ვთქვათ ის საკვები, რომელიც პირიქით დაშვებულია და არათუ დაშვებულია, არამედ სასურველიც არის, ასეც მიეკუთვნება კენკროვანი პრინციპში ყველაფერი, ბანანი სანამ დამწიფდება, ან დასამწიფებელი სანამ დამწიფდება არ გულისხმობა ძალიან მომწვანო რო იყოს, ისეთი რომელიც ხსნად ბოჭკოს შეიცავს დიდი რაოდენობით, შვრია რომ ასევე ხსნად ბოჭკოს შეიცავს და სასურველია ამ დროს, კიტრი, პამიდორი და ესეთი ბოსტნეული, ანანასი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანე სალათი, ხორცი და ხორცის პროდუქტები პრაქტიკულად ყველაფერი, ხორცს თავისი ცალკე პრობლემა შეიძლება ქონდეს ცხიმები, მაგრამ პირდაპირ შებერილობას არ იწვევს ზომიერების ფარგლებში მით უმეტეს. კვერცხი და კვერცხზე დაფუძნებული რაც არის კიდე რძის პროდუქტები, რომელიც არის გლუტენის გარეშე, იოგურტი, სხვა რძის პროდუქტები კიდე, რძის პროდუქტები, რომელიც არის ლაქტოზის გარეშე, მაგალითად იოგურტი და ნებისმიერი სხვა რძის პროდუქტი, რომელიც არის ლაქტოზის გარეშე, ასევე უგლუტენოდ. ახლა ვთქვათ საკვები დანამატებიდან რა ეხმარება მნიშვნელოვნად შებერილობას. ერთ-ერთი მთავარი არის მენთოლის, ზეთის საკვები დანამატები იყიდება, ვისაც ბუნებრივი საშუალება უნდა, ბუნებრივი რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით ნოშპასავით არის, რომელიც ადუნებს ნაწლავებს და შებერილობას ამცირებს. ეს იმ შემთხვევაში, ვისაც სპაზმის შეგრძნება აქვს, მათთვის არის განსაკუთრებით ეფექტური. ასევე ალფა-გალაქტოზიდაზა არის ესეთი ფერმენტი, რომელსაც სვავენ და ეხმარება ლობიოს და ესეთი ძნელად მოსანელებელი საკვების მონელებაში და ნაკლები გაზები რო წარმოიქმნას, ამ შემთხვევაში გამოიყენება. კიდე არის ხოლმე ფერმენტების ნაკრები, რომელსაც ადამიანები სვავენ ლიპაზა, ამილაზა, პანკრეასის ფერმენტები, ეგენც ეხმარება მონელებაში, მოკლედ იმ საკვები განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის ეფექტური, ვისაც პანკრეასის ფერმენტების უკმარისობა აქვს ხოლმე, თუმცა ზოგადადაც ეხმარება, ვინც შებერილობისკენ არის მიდრეკილი, იმ ადამიანებს ეხმარება, ამიტომ ხშირად იყენებენ ხოლმე.
გამოიყენება კიდევ პროკინეტიკური საშუალებები წამლებიდან რაც ძალიან ხშირია პროკინეტიკური რა არის როცა ნაწლავების მოძრაობას ეხმარება მოკლედ და როცა ნელი დაცლა ადამიანს გასტროპარეზი როცა აქვს კუჭი როცა ნელა იცლება მაგ დროს არის ეფექტური აი ეს პროკინეტიკები მაგალითად დომპერიდონი გაგიგიათ შეიძლება ან მეტოკლოპრამიდი თუმცა მეტოკლოპრამიდის გამოყენება ხანგრძლივად არ შეიძლება არც დომპერიდონი არ არის სასურველი რადგან თავის ტვინზე მოქმედებენ მოკლედ თუმცა დომპერიდონი ნაკლებად და მათი ხანგრძლივი გამოყენება არაა სასურველი, მაგრამ ნაწლავების ადვილად დაცლას უწყობს ხელს და ამიტომ საკმაოდ პოპულარულია ხოლმე ეს პროკინეტიკები განსაკუთრებით ვისაც ეუბნებიან რომ აი კუჭის პარეზი გაქვს, კუჭი ნელა იცლება და ნელა როცა იცლება ხოლმე საკვებით ნაწლავები და კუჭი. რიფაქსიმინი არის ესეთი ანტიბიოტიკი, რომელიც ხშირად გამოიყენება კიდე, რომელიც ადგილობრივად მოქმედებს ნიშნავს რომ ნაწლავებში მოქმედებს დიდწილად და აი არასასურველ ფლორას ნაწლავებისას ანადგურებს მოკლედ და მაგით ეხმარება რომ არ მოხდეს გაზების ფორმირება და ეგ საკმაოდ ეფექტურია იმ ადამიანებში, ვისაც წვრილ ნაწლავში ამ ბაქტერიული ფლორის ზრდა აქვს და ამ ხრივ აქვს პრობლემა. სპაზმის მომხსნელი საშუალებებია შემდეგი სპაზმოლიტიკებსაც ეძახიან ხოლმე, ნუ გსმენიათ ალბათ დროტავერინი, ეგ არის ნოშპა იგივე, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. სხვა კიდე ბუსკოპანი მაგალითად ალბათ გაგიგიათ. ხო, ნუ ნოშპა ძალიან პოპულარულია, თან იაფია, თან ეფექტურია საკმაოდ და ეგ იმ ადამიანებში, ვისაც სპაზმის აი შეკუმშვის შეგრძნება ვისაც აქვს ან მოვლითი ტკივილების შეგრძნება ვისაც აქვს მუცელში მათ შველის ეფექტურად, ნუ თან უსაფრთხოა და თან დიდი გამოცდილება აქვს, წლებია გამოიყენება. თუმცა უნდა ვთქვათ მაინც რომ დიდად უცხოურ თანამედროვე გაიდლაინებში არ არის შეტანილი, ვინაიდან არ არის საკმარისი დიდი კვლევები. ეს არ ნიშნავს იმას რომ ნოშპა ან არაეფექტური ან უსაფრთხო არ არის, უბრალოდ როცა ესეთი ძალიან იაფასიანი და ეფექტური და დიდხანს ბაზარზე მყოფი პრეპარატი არსებობს ხოლმე იშვიათად ხდება დაინტერესება რომ რაღაცა დიდი უზარმაზარი კვლევები ჩატარდეს, იმიტომ რომ ეს ძნელი დასაორგანიზებელია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დიდი თანხები და ეს დიდი თანხები თუ მოგებას არ ელოდებიან, დიდი კომპანიები ვერ ატარებენ ამ კვლევას, ან არ ატარებენ, იმიტომ რომ არ უღირთ. შესაბამისად, ანუ ესეთი პრეპარატები რჩება ხოლმე პატარა კვლევების იმედზე. ამიტომ გაიდლაინებში მე არ შედის ადვილად. არ შედის, იმიტომ რომ არ არის დიდი კვლევები არა, იმიტომ რომ დაინტერესება არა და ეს აი ესე წვე იკვრება ხოლმე, რატომაც ზოგჯერ ისე იაფიანი და ეფექტური წამალი რჩება გვერდზე. ისევე როგორც ამბროქსოლი მაგალითად, იშვიათად რომ ამბროქსოლი დაინიშნოს თქვათ განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებად ნიშნავენ, მაგრამ არის ეფექტური და სავარაუდოდ უსაფრთხოც არის, მაგრამ დიდი კვლევები არ აქვს. ნუ ამბროქსოლი ხელისთვის არის, ნოშპა არის სპაზმის მომხსნელი. პრობიოტიკები ასევე. პრობიოტიკები საკმაოდ ეფექტურია. პრობიოტიკები გაგიგიათ ალბათ ლაქტოჯი და კიდე ბევრნაირები არის ძალიან ქართულ ბაზარზე იყიდება მოკლედ და სხვა კომბინირებული რომელიც ანუ იქ არის კიდე ჩაშლა არსებობს სხვა შტამების, მაგრამ ჯამურად კომბინირებულს რო შეხედავთ, რომ სხვა ბევრი შტამები ურევია, ლაქტობაცილები და კიდე რაღაცეები, მოკლედ აი ეგ არის როგორც წესი კარგი, იმიტომ რომ ეხმარება რომ სასარგებლო ფლორა გამრავლდეს ნაწლავებში. უნდა თუ საუბარია იმაზე ბუნებრივი პრობიოტიკები არის მაგალითად მაწონი იოგურტი, შესაძლებელია მათი მიღებაც, უნდა დააკვირდეს ადამიანი უბრალოდ აი ლაქტოზაზე ხوار აქვს ლაქტოზის აუტანლობა ან ვერინელებს და პირიქით ხوارწევს შებერილობას ეგ რძის პროდუქტების მიღება. თუმცა ბუნებრივად რა თქმა უნდა თუ ადამიანს ნორმალური რეაქცია აქვს, სასურველია და კარგიცა. და კიდე ალბათ სიმეტიკონი გაგიგიათ. სიმეტიკონი რას აკეთებს? სიმეტიკონი არის რომ გაზები ხო წარმოიქმნება ჩვენს ნაწლავებში და ამ გაზის ბუშტუკებს მოკლედ დაძაბულობას უხსნის და აერთიანებს რა. და მე ადვილად გამოიდევნება ეს გაზი. ანუ გაზებისგან ადვილად დაიცლება ადამიანი. ამას აკეთებს მოკლედ სიმეტიკონი.
ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი ეს გაზები აწუხებს და თან ვერ გამოყოფს ამ გაზებს, ამ შემთხვევაში მეტად უფრო ეფექტურია სიმეტიკონი. აი ეს იყო პრინციპში, რითიც იკურნება და შესაძლებელია მართვა შებერილობის. შებერილობა მთავარია, რაიმე დიდი მნიშვნელოვანი დაავადების პრობლემა არ იყოს და სიმპტომი არ იყოს, სხვა მხრივ განკურნება და სრულად მართვადია. ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვნად ეხმარება და მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არ არიან, განსაკუთრებით ხშირად აქვთ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ან დააკომენტარეთ. ეგ დაეხმარება არხს განვითარებაში და დიდი მადლობა ამისთვის თითოეულ თქვენთაგან, განსაკუთრებით ერთგულ მაყურებლებს, არაერთგულ მაყურებლებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ის ერთგული მაყურებლები, რომლებიც ვხედავ, რომ აი წლებია მომყვებიან, ძალიან დასაფასებელია და დიდი მადლობა ამისთვის.